ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში მარტა კოსმა და კაია კალასმა წარადგინეს. მათი პოზიცია ბრიფინგზეც იყო იგივე, როგორც წერია 90 გვერდიან დოკუმენტში ანგარიში, რომელიც საქართველოს ეხება. ევროკომისიამ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან კიდევ ერთხელ გამიჯნა საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი მათ პირდაპირ მიმართეს ქართულ ოცნებას ბრიფინგის განმავლობაში და მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ დაეპატიმრებინათ ჟურნალისტები, მათგან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები და მხოლოდ ამის შემდეგ შედგებოდა მათ შორის დიალოგი. საქართველოს მთავრობა, თქვენ არ მიყავთ თქვენი ხალხი ევროკავშირში, თქვენ აშორებთ თქვენ ხალხს ევროკავშირს. თუ სერიოზულად ფიქრობთ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მაშინ მოусმინეთ თქვენს ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციური ლიდერების, ჟურნალისტებისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების ციხეში ჩასმა. ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ. როგორც ანგარიშშიც წერია, ევროკომისრებმაც ბრიფინგის განმავლობაში რამდენჯერმე თქვეს, რომ მხოლოდ ფურცელზეღა შერჩა საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსი. რეალობა კი არის ძალიან განსხვავებული და ისინი ამბობენ, რომ არასდროს ისტორიაში არ ყოფილა მსგავსი ანგარიში, რომ ერთი წლის განმავლობაში ყოფილიყო ამგვარი ასეთი ხარისხის დემოკრატიული უკუსვა. ანგარიშშიც და მათ შორის ბრიფინგზეც საუბარი იყო იმ ყველაფერზე, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოხდა საქართველოში, მათ შორის ქართული ოცნების პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეების დაპატიმრებაზე, მართლმსაჯულებისა და კანონების გამოყენებაზე რეპრესიებისთვის. დოკუმენტში ასევე ნახსენებია ის დეზინფორმაცია, რომელსაც ქართული ოცნების მაღალჩინოსნები იყენებენ ევროკავშირის წინააღმდეგ და რომ მათ ერთხელაც კი არ გამოუვლენიათ რეალური ნება, რომ ისინი დაუბრუნდნენ ევროინტეგრაციის გზას და ამგვარად დოკუმენტში წერია, რომ ახლა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არის ჩიხში შესული. გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები უკვე გაკეთდა თბილისშიც. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ თუ კი ვინმეს აქვს უკუსვა, რეალურად ეს არის ევროკავშირის მმართველი ორგანოები და არა საქართველო. რაც შეეხება სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს, ევროკომისრები ამბობენ, რომ ყველაზე სწრაფი წინსვლა ამ ერთი წლის განმავლობაში აჩვენა მოლდოვამ და ისინი უბრალოდ აღფრთოვანებული არიან უკრაინის უნარით, რომ ომის და ბრძოლის პარალელურად მათ შეუძლიათ გაატარონ რეფორმებიც. ევროკომისიის დასკვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის 90 გვერდიანი. დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ მთავარის Facebook გვერდზე. მე ნინი ჟიჟიაშვილი ვარ და თქვენთვის ბრიუსელიდან მუშაობთ.